კომპანია მუდმივად ვცდილობთ, რომ რაც შეიძლება კარგი კომპანიები ვიპოვნოთ, რომლებიც შემოგთავაზებენ იმ სერვისს, რომელიც სერვისითაც ნაკლებ ზიანს მივაყენებთ გარემოს და შესაბამისად კომპანიების ძიებაში აღმოვაჩინეთ ტენე, რომელმაც შემოგთავაზა ის სერვისი, რომელიც ჩვენ გვჭირდებოდა. მე ვარ გიორგი, ვარ გარემოს დაცვითი მმართველი აჭარა ჯგუფის და ჩვენი კომპანიის მიზანია, რაც შეიძლება მდგრადი განვითარებით უზრუნველყოთ თითოეული ჩვენი სერვისი. ტენესთან დამეგობრების შემდეგ შეიძლება ითქვას, რომ თითოეულ ჩვენს წერტილში განთავსდა ყუთები. ამის გარდა სერვისში რა პლასმასის ნარჩენების წარმოგვექნება ყუთებზეა საუბარი, მასაც ვაგროვებთ და ტენეს გადავცემთ და მინიმალურ დონემდე დავიდა პლასმასის განთავსება ნაგავს საყრელზე და მუნიციპალურ ურნებში. შეიძლება ითქვას, რომ ყველა ის პლასმასის ნარჩენი, რომელსაც ჩვენ წარმოვქმნით, ტენეს გადაეცემა და შესაბამისად იქიდან უკვე მეორადი პროდუქტები იქნება. პლასმასის ნარჩენი ზოგადად საკმაოდ დიდი რაოდენობით გამოიყენება მთლიან მსოფლიოში და ასევე საქართველოში. ერთი ესეთი შეხედვით, რადგან ყოველდღურად გამოვიყენებთ, ნაკლებად ხედავთ მის პრობლემას. თუმცა გარკვეულმა კვლევებმა აჩვენა, რომ პლასმასი, როდესაც დეგრადირდება, მისი პატარა ნაწილაკები ხდება ცხოველების ორგანიზმში და შესაბამისად, როდესაც ამ საკვებს ჩვენ მოვიხმართ, გარკვეულ საკვებს, შეიძლება ადამიანის სისხლშიც აღმოჩნდეს პლასმასის ნარჩენი და პრინციპში კვლევებმა აჩვენა, რომ პლასმასის პატარა ნაწილაკები ადამიანის სისხლში იქნა აღმოჩენილი. ამიტომ მთლიანმა მსოფლიომ და საქართველომაც მათ შორის გადაწყვიტა, რომ ამ ნარჩენზე იზრუნოს, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ სრულად მაინც იმ გამოწვევებს, რაც დღეს დგას მსოფლიოში პლასმასის ნარჩენის მიმართულებით, ვერ პასუხობს როგორც ჩვენი ქვეყანა, ასევე მსოფლიო. აჭარა ჯგუფსა და ტენეს შორის თანამშრომლობის შემდეგ ჩვენი ურთიერთობა სხვა კომპანიებთან უფრო გამარტივდა, ჩვენი ეკომეგობრული ხედვა მათთვის უფრო მარტივი ახსაქმელი გახდა და თავისთავად თანამშრომლებს ყოველ ახალ ეტაპზე, როდესაც სხვა კომპანიები იგებენ, როდესაც რომ ტენესთან თანამშრომლობთ, უფრო სურთ ჩვენთან თანამშრომლობა და კომუნიკაცია. ალბათ წარმომიდგენია, რომ არის სტამბასავით გამწვანებული და თითოეული ჩვენი აჭარა ჯგუფის თითოეული სასტუმრო არის გამწვანებით გამოირჩევა და პლუს თითოეული ნარჩენი, მნიშვნელობა არ აქვს ეს პლასმასი იქნება, შუშა იქნება, ქაღალდი იქნება, საჭმლის სეთი იქნება თუ ასე შემდეგ, ყველაფრის სეპარირება ხდება. შესაბამისად ვისურვებდი, რომ საქართველოშიც და თბილისშიც იყოს მსგავსად, რომ ყველა ნარჩენის სეპარირება ხდებოდეს და შესაბამისად საქართველოც იყოს გამწვანებული, როგორც მაგალითად სტამბა არის სასტუმრო სტამბა. როგორც შეიძლება პლასმასის ნარჩენი ვმართოთ სამშენებლო სექტორში.